აი ამ ამბავს ყვები პირველად რამდენიმე კაცმა იცის მარტო საქართველოში და თუ არ არის სიმართლე გამოვიდეს ადრესატი ახლა ვიზეც მოყვები და თქვას რომ ეგრე არ ყოფილა. ვინ რევს ხოლმე სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში პირველ რიგში, აი ხა გაგაგებინებთ. 2020 წლის ნოემბერი გახსოვთ მაკედონიასთან ზაუბედით თამაში. გულშემატკივრები რო არ შეგვიშვეს მოედანზე და ქუჩაში რომ აშხალებით ვიდექით და იქ რო დავხვდით ნაკრებს. მაგ თამაშის წინ ხო მოხსნა UEFA-მ რეგულაცია და 30% შეგიძლიათ შეუშვათო მინიმუმ სტადიონზე ფანებისო ყველა ქვეყანას უთხრა რომ დანარჩენი თვითონ ადგილობრივმა ხელისუფლებებმა გადაწყვიტონ. და აი ხა მე ვიტყვი სიმართლეს მაგ დროს რა მოხდა, ფედერაციას რო ყველაზე მეტი მოხდა. თურმე მე როგორც გავიგე თვითონ ლევან კობიაშვილი იხვეწებოდა რომ შეგვაშვებინეთო ხალხი სტადიონზეო ძალიან მნიშვნელოვანი თამაშიაო, აი ლევან კობიაშვილის ადვოკატად ხო არ გამოვდგები, მაგრამ ეგრე ყოფილა. და ზემოთ ობერქოცებმა გადაწყვიტეს რომ მოიცავ რა სტადიონიო, კაცო ჯიგრულად გვიჭირავს სიტუაციაო, პანდემიაო, ხალხი დაზაფრულიო, ეხ სტადიონზე რო შეუშვათო, გამოდის რომ აღარ ყოფილა პანდემია და მორჩაო. და ეგ არ გვაწყობს. აი ეს მომხდარა სინამდვილეში. აი ვინ ჩარია სპორტში პოლიტიკა და ვინ წაგვართვა უფრო ადრე ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი. აი ეს იყო სახელმწიფოებრივი ღალატი ჩვეულებრივად. აი გამოვიდეს კობიაშვილი და თუ ეგრე არ იყო და თვითონ არ უნდა რომ ხალხი შეეშვა, თქვას აგერ.